ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ აფრთხილებს. ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილში ის განმარტავს, რომ თუ ქართული ოცნების მხრიდან არსებული პრობლემები არ აღმოიფხვრება, სავიზო შეზღუდვა შესაძლოა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. ეს წერილი პასუხია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართვაზე, რომელიც მათ 2025 წლის სექტემბერში პატიმრობაში ყოფნისას გაგზავნეს. პასუხად ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი განაგრძობს ძალისხმევას ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად. ასევე ის ყველა პოლიტიკურ აქტორს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. თავის გზავნილში პრეზიდენტი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ საუბრობს. ის 2025 წლის 19 დეკემბრის ანგარიშს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველომ საგრძნობლად დაიხია უკან ისეთ საკვანძო კრიტერიუმებში, როგორიცაა მმართველობა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. ახალი წესების თანახმად პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების ფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების მექანიზმის ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ აღმოიფხვრება, ვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ საქართველოში გასატარებელ პოტენციურ შემდგომ ზომებზე. მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებს შორის სანქციებთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული, გრძელდება დისკუსიები იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ წევრი სახელმწიფოები ევროპულ საბჭოში. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 2025 წლის სექტემბერში გაგზავნილ მიმართვაში აცხადებდნენ, რომ ქვეყანა ისტორიული რღვევის ზღვარზე დგას. წერილის ავტორები პირდაპირ მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რომლებმაც მათი თქმით მოახდინეს ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია, მიიტაცეს სახელმწიფო ინსტიტუტები და თანმიმდევრულად ანადგურებენ დემოკრატიულ წესრიგს. პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პოლიტპატიმართა სიმრავლეზე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ გამოჩენილ სასტიკ ძალადობასა და იმ რეპრესიულ კანონებზე, რომელთა სამიზნე დემოკრატიული ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორია.